მშვიდობა დიდება უფალ იესო ქრისტეს დიდება ცოცხალი ღმერთის ზეს ჩვენს მხსნელს და მაცხოვარს იესო ნაზარეველს ამინ მე მჯერა რომ ვიღაცამ თქვენ შორის უკვე დაიწყო მადლობის თქმა მადლობის გადახდა უფლის მიმართ ვინაიდან იგი არის ღირსი ქება დიდების მადლობა უფალა ყოველი წყალობისათვის ძნებოდადება უკაცრავად კიდევ ხშირად გაწუხებთ მაგრამ ერთ საინტერესო რაღაცას გეტყვით ღვთისშვილებს ორწმუნეებს დაინტერესებულებს და ურწმუნოებს ყველა კატეგორიისათვის არის ეს სიტყვა როგორც იესომ თქვა პური ჩვენი არსობისა მოგვეჩვენ დღეს და რა თქმა უნდა ეს არ იყო ლავაში და ბუხანკა ეს იყო ღმერთის სიტყვა და მე წავიკითხავ ბევრი რო არ გამაგზავნო ერთ ადგილს მეორე კორინთელთა მეორე თავის მე-14 მუხლიდან აბა დაწყვიტეთ ყურები ვისაც ყური აქვს ეს ყური კი არა ეს ყური ყველას ქონდა იქ გულის ყური აქ წერია პავლე ეუბნება კორინთელებს მადლობა ღმერთს რომელიც ყოველთვის გამარჯვებას გვანიჭებს რაში ქრისტეში ბატონო რწმენაში ყველაზე უფრო მთავარ საკითხში ქრისტეში და რაში გამოიხატება ეს გამარჯვება ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავისი შემეცნების ღვთის შემეცნება გაგება ღმერთის გაცნობა ეს არ შემეცნება არა ცოდნა შეიძლება კაცმა ღმერთზე იცოდეს და ღმერთიც არ იცნობდეს ჰალელუია თავისი შემეცნების კეთილ სურნელებას ეს კეთილი სურნელება აი ეს სურნელი მოსწონს ღმერთს როცა ჩვენ ხავს ველაპარაკები და ვაცნობთ ჩვენს მხსნელს ჩვენს ღმერთს პავლე ამბობს ყოველ ადგილას სულ ერთად სადაც არის ეს სახლში სამსახურში გზაზე სადაც კი შანსი მოგეცემა ყველგან იქხარ გამარჯობათ ჩემი სახელი არის თქვენი სახელი რა არის თქვენ იცნობთ იესოს თქვენ გწამთ თქვენ ხართ მზად იქავი ქვეყნისათვის და უყურე რა წერია აქ ვინაიდან ქრისტეს კეთილ სურნელება ვართ სურნელება კეთილი ხო ეს დუხი ან და ყვავილის სუნი ან და რაღაცა ისა არ ფერმერიას რო ეძახიან კეთილ ღმერთის კეთილ სურნელება ვართ ღმერთისათვის კაცისათვის კი არა შეიძლება კაცის იყოს სექტანტი შეშლილი ყველგან არ მიაქცია იმას ეს ეშმაკის მანივრებია იგნორი გაუკეთე ამისანებს არამედ ჩვენ ვართ ქრისტეს კეთილ სურნელება ღმერთისათვის გადარჩენილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც როგორ პავლე დაღუპულთა შორის როგორ ვართ კეთილ სურნელება და მე ის ხსნის ზოგისთვის საშინელი სიტყვებია ზოგისთვის სიკვდილის სურნელი ვართო სასიკვდილოდ და ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ ზოგისთვის ვართო სიკვდილის სურნელება ზოგისთვის სიცოცხლის და ვინა უნარიანი ამისათვის ვინაიდან პავლე ამბობს ჩვენ არ ვაჭრობთ
ღმერთის სიტყვასო, როგორც მრავალ თურმე იმ დროსაც, როგორც დღეს ყოფილან ღმერთის სიტყვას ვაჭრებენ. შენ ფული მომეცი და მე გეტყვი რაღაცას. შენ ფული მომეცი და მე ვილოცებ შენს. შენ ფული მომეცი და მე მოგნახლა. შენ ფული მომეცი და მე ზისის კაცი და მოვიფიქრო. დარს მოგინათლავ. დარ ჩაუწყობ საქმეს იქ სესაში. ბლატი მაქვს. და ფულზე ასულელება ყველას. აგერ წერია. ჩვენ არ ვარჭრობთ ღვთის სიტყვას, როგორც მრავალნი. ღმერთის სიტყვას არამედ რწფელად, როგორც ღმერთისაგან, ღმერთის წინაშე, რას ვაკეთებთო? ვქადაგებთ ქრისტეში. მეგობრებო, რა არის კეთილსურნელება და სიკვდილის სურნელება? აი მაგალითად ვიღაცას ელაპარაკები შენ ქრისტესზე. გაუწყინდა იმ კაც თვალები, გული აენთო, ზესა გაუწყინდა, დაგიჯერა, ირწმუნა. ირწმუნა უფალიეს მოინანია, დაიწყო სახარების კითხვა. შეიცვალა კაცი, კეთილსურნელება, სიცოცხლე მიეცა ამ კაცს, გაცოცხლდა. მაგრამ რა არის სიკვდილის სურნელება? იგივე სიტყვებს, იგივე ამბავს ელაპარაკები ამ საცოდავს, საცოდები ყველავისაც არ ჯერა და იმისთვის ხარ შენ სიკვდილის სურნელი. აი ნოე რო ქადაგებდა 120 წელი, ნოე მათთვის იყო, ვინც არ ირწმუნა იმათთვის, თითქმის ყველასთვის სიკვდილის სურნელი. წმინდა წერილი ამბობს, ნოე ქადაგებით მსჯავრი დაადო ქვეყნიერებას იმ დროს. ნოეს ქადაგებამ სასამართლო გამოუტანა. ნოე ქადაგებდა, მაგრამ ისინი დასინოდნენ, შეიშალავეს ბებერი. წვიმა მომავდა. მაშინ ხო არ იყო წვიმა, მაშინ ნისლი იყო. და ამ ნისლით ირწყვებოდა დედამიწა. არ უნახე იმ კაცს რასაც წვიმა. აღარ ვქა წყალი მოვა ზევიდან. მერე თაზე დაიწყო ის კიდობნის აშენება. უყურეთ. ამ შტეს ამ უტვინოს ზღვასთან მაინც გაიკეთა უკაცო ხომალდი. აიტანა იმ თაზე. და როცა მოვიდა წყალი, მოხდა წარღვნა, მერე მივხვდი, მაგრამ მერე გვიან იყო. როგორც ინგლისელი მაიციან. გამომახსოვდა, too late. ძალიან გვიანი აღმოჩნდა. ლადო იცინი ალბათ ქირია. Too late shame. Cinasication. უფალმა გაკოცხოს ლადო. დავითი. და უყურეთ კიდევ რას გეტყვით. ქარმა გადაიშალა ეს. და ამის იქით ცოტა იქით მეოთხე თავში უყურე რა წერია. პავლე ამბობს, თუ ჩვენი სახარება დაფარულია. ისმის კაცი და ფიქრობს, რას არის ბოდავს ეს აწყალი. და გულში ამბობს, ვაი შენ პატრონს უბედებს. რა კაი კაცი იყო და რა დაემართა კაცი, გამოაშტერეს ამ სექტანტებმა. სულ გამოაშტერა ამ ბიბლიამ კაცს ეს კაცი. თუ ჩვენი სახარება დაფარულია, არ ესმის იმ კაცს. დაქცინის. ეცოდები. დაფარულია და იმითო. უყურეს ეს, თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაღუპულთათვის არის დაფარული. ამისანა კაცზე შეიძლება იტირო. მერე აგძელებს. ურწმუნოთათვის არისო დაფარული. რომელთაც წუთის სოფლის ღმერთმა, ვინა ეს? სატანა. წუთის სოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება. დაუბინდა. დაუბრმავა. გათიშა მისი გონება. რათა მათთვის არ ებრწყინა ქრისტეს სახარებას.
არა, არ იბწყინოს სახარების შუქმა ქრისტეს დიდებაზე, რომელიც უხილავი ღმერთის ხატია. ხატი და გიარგა სურათი იბრუქი ნახიადი ტაძრებში. ხატი არის მსგავსება. ვინაიდან პავლე ამბობს ჩვენ თავს კი არ ქადაგებთო ჩვენ. ეხლა გაჩერდია? ეხლა დააკვირდი ზოგიერთი რას ქადაგები. ჩვენ მართლმადიდებლები და ვინც მართლმადიდებელი არ იქნება, წარწყმენდილი იქნება. ქადაგებს ის კაცი მართლმადიდებლობას. ვინც სხვა, კათოლიკები ვარ, თავარი კათოლიკები თუ არა ხარ კათოლიკი დაღუპული ხარ. თუ არა ხარ შაბათისტი დაღუპული ხარ. გააჩი გასწოში. შენ თავს ქადაგებ თუ იესოს. რატომ ქადაგებ თქვენ თავს? შენ იქადაგე სახარება და მე თვითონ მივხვდები სად წავიდე. ბიძია. ჩვენ კი არ ქადაგებთ ჩვენ თავს, არამედ ქრისტე იესოს. უფალს. და ჩვენ თქვენი მონები ვართო იესოსთვის. აბა შეხედე ახლა თუ არიან ისინი თქვენი მონები, ანდა მონები კი არა, კოცნით. დაუფინავენ ხალიჩებს და ისე მიყავს რომ ფეხი არ დაისვეს და რამის ქვას ფეხი არ წამოკრას. ანგელოზები დაყვებიან უკან, მთელი ანგელოზები. ვინაიდან ღმერთმა რომელმაც თქვა, რა თქვა ღმერთმა? გამოიბწყინოს შუქმა სიბნელიდან. შენ ხარ. გაანათა ჩვენს გულებში. ეს ქრისტეა. ღმერთმა თქვა გამობრწყინდეს შუქმა ეს ჭიშმარიტება შენი ბაგეებიდან, სული წმინდისაგან, იესო ქრისტეს სიტყვები. ეს ყველაფერი სიბნელეში რო აინთება შუქი, პროჟექტორი ასეთია და მან გაანათაო ჩვენს გულებში. რათა გაგვიშუქოს ღმერთის დიდების შემეცნებით. და ქართულში წერია იესო ქრისტეს სახელში. არა, ეს არის თარგმანი. გადავამოწმე. ეს არის იესო ქრისტეს სახით. От лица Иисуса Христа. То есть იესო ქრისტეს მეშვეობით. ამიტომ თუ შენ ადამიანო შენთვის ღმერთმა გაშოროს და დაფარული არის, იბღავლე, იტირე, იწკმუტუნე ღმერთო, გამიხსენი, მანახე სწორი გზა, დამიფარე და არ დავიღუპო უფალო. აიღე სახარება ხელში. მიმართა ღმერთს და უთხარი, ღმერთო, შენი სული წმინდით მასწავლე. შენ გამომიცხადე, გამომინათდეს, გამიბწყინდეს ჭეშმარიტების შუქმა. ჩემს გულში გაანათოს შენმა სული წმინდა შენი სიტყვით. თუ ვინცვისაც დაფარული არის წერია, დაფარული ჩვენი სახარება დაფარული არისო დაღუპულთათვის. და თუ შენ ეს სახარება გამოგიბწყინდა, განათდა შენთვის ქრისტეს სახარება, ეს ნიშნავს რომ შენ ხარ კეთილსურნელება, გადარჩენილთა შორის გაქვს ხვედრი და წილი. უფალმა გაკურთხო და დაგიფაროთ. და მოდი ეს წავკითხებ ისევ ერთ ადგილს, ისევ იმას, რაც თავიდან და დაგიბარეთ აბაჰედა აბაჰოს. მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გამარჯვებას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავის შემეცნების კეთილსურნელებას ყოველ ადგილას. ვინაიდან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ, როცა ვქადაგებთ სახარებას. ღმერთისათვის, გადარჩენილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც. ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, სამწუხაროდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ. ამიტომ შენ იქადაგე. იესომ ხო თქვა, და ეკადაგება ეს სახარება გადასარჩენად, გაწერია რომ ყველა გადარჩება.
თუმცა ეს ღმერთს უნდა. იქ წერია დასამოწმებლად. და ბოლო დღეს ეტყვის ღმერთმა აშოროს ვინმეს რო უფალმა უთხრას. შენ ხომ გაიგონე? შენ ხომ გესმოდა? შენ ხომ მოგიგზავნე მესახარება? შენ ხომ მოკარი ყური ტელევიზორში, ინტერნეტში? ვიღაცი მგზავრი შენ ხომ გაიგონე ეს ინფორმაცია რომ შენთვის იესო მოკვდა. მე შენთვის ზეგავსირე. ხელი გამთელი შენი ცხოვრება ხელგამოწვდილი გელოდებოდი. შენ ხო იცოდი ეს? შენ ხომ დასინე? შენ ხომ არ მიიღე, შენ ხო უგუნურებად მიიჩნიე ეს? ამიტომ აი ეს ყველა მომენტი არის ჩაწერილი, დაფიქსირებული, გადაღებული. ასე რომ ვერც ერთი პიროვნება ვერ გაიმართლებს თავს უფლის წინაშე. თუ გაბედავდა იტყვი არას, ჩაგირთავენ იქ. გაჩვენებენ, რამდენჯერ მოვიდა ვიღაცა, რამდენჯერ წაიკითხე რაღაცა, რამდენჯერ გაჩვენე სახარება და რომ მიაგდე იქით. და არც კი გახსოვს სად გიდევს, ხო და აი ეს და მაშინ იქნება ეს ყველაზე საუბედურო მომენტი. ხოლო თქვენ რომელებიც გაქვთ ეს ჭეშმარიტება, კეთილსურნელება ავქვიეთ ყველგან, როგორც პავლე მოსხდა, დროულად და უდროდ. შენ ილაპარაკე ღმერთის კეთილი სურნელება ეს. ღმერთს სიამოვნეს, როცა მორწმუნე ქადაგებს, უქადაგებს. ეს სიტყვით იქნება, საქმით იქნება, ცხოვრებით, დახმარებით, ყოველნაირად ცდილობ ადამიანს აჩვენო ქრისტე. შენი სიტყვით ქადაგების, შენი ცხოვრებით, შენი საქციელით, შენი მოთმინებით, შენი სიყვარულით, შენი კაი გამარჯვებით, შენი ღიმილი მაინც ესროლი გასცემდეს. გავუხდები მე კაი გამარჯვება უთხარი დილით მაინც. გულმოსვლად მოუღრება. იყავი ნათელი. ხო და ღმერთი ასიამოვნე. როცა ჩვენ ასე ვიქცევით, ჩვენ ვართ და შენ და მე ვართ ღვთისათვის კეთილი სურნელება. ასე რომ უფალმა გააკურთხოს, დააგვილოსოს და ღმერთისთვის ყოფილიყავით სასიამოვნო კეთილსურნელება და ყოფილიყავით ამინ რომ ყველასათვის სასიცოცხლო გადარჩენისათვის. და რაც შეიძლება ნაკლები არ ყოფილიყოს ეს დაფარული. მაგრამ სამწუხაროდ მოხმობილი ბევრიაო, ჩვეული კი ცოტა. უფალმა გააკურთხოთ, დაგლოცოთ აბაჰე და აბაჰო. და ეს კიდე გეტყოდით. მე არ ვსვამ პივას. კარამელ, კოფია კარამელის, ცივია. უფალმა გააკურთხოთ, დაგლოცოთ მრავალ ზამიერები. ალელუია. მოდი. ეს სიყვარული შენს უფალს. მადლობა უთხარი. კონდეს ურთიერთობა. სიყვარული დაიხედეს ზევით. სიყვარული ჩაიხედე. ის შენშია. მე ვეუბნები მორწმუნეებს. ის თქვენშია. პავლე ამბობს, ნუ თუ არ იცით რომ ღვთის ტაძარი ხარ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში. ნუ დაანახვლიანებთ. ესე იგი, თუ დაანახვლიანება შეგვიძლია სულიწმინდის, მისი გახარება შეგვიძლია. მას პროფესიონალობა აქვს, ის ხო პიროვნება. მოდი გავახაროთ უფლის სული. და სულიწმინდას ყოველთვის უხარია და მოსწონს და ამისთვის არის მოსული რომ იესო განადიდოს. რამდენჯერ დაამოწმებ, იქადაგებ, კეთილსურნელება იქნები უფლისათვის, ეს არის მოსაწონი და სასიამოვნო უფლის სულისათვის. აბაჰე, აბაჰო, მომავალ შეხვედრამდე. კარგია სიცოცხლე.